ჩავიცვი, გავემზადე, უნდა გადავცე ნივთი, ჩემს აქსესუარის მყიდველს, ჩემი როგორც აღმოჩნდა დოდონას მაყურებელს, რომელიც დამზადდა შეკვეთით, უკვე გამზადებული მაქვს და უნდა გავიდე ჯერ ადრეა, მაგრამ მივდივარ ოქროს ბირჟაზე, იმიტომ რომ დავიყიდო ბეჭედი, რადგან როგორც უკვე გითხარით, თანამშრომლებმა დადეს ფული, როგორც ყოველთვის, ყველა საბადების დღეზე ვაგროვებთ ხოლმე, გადმომეცა, შემდეგ დავიმატა მეუღლემ, შემდეგ დავიმატა მამამ, ხო და წავცუნცულდეთ და ვიყიდოთ ოქროს ბეჭედი. აფიჩხილზე, რა თქმა უნდა, არც ერთი ბეჭედი არ მომეწონება, ზუსტად ვიცი, აი, როგორ ვიცი, 4-ჯერ 2 4. მაგრამ რადგან ჩემს ფიჩხილს გაზრდა არ ეღირსება ბოლო რა ვიცი რამდენიმე წელი, ვფიქრობ, ოდნავ მერე მოვიზარდო და ვნახოთ, არ ვიცი, ახლა ყოველ შემთხვევაში ძალიან მიშლის ხელს და ვერ ვიზრდი. ლაგზერო ისინჯავ და მოვლილ ფრჩხილზე, ანუ ოდნავ გაზრდილ, ხა მოვლილი მოკლეც მაქვს, მაგრამ ოდნავ გაზრდილზე და რაღაცა ლაკი აქვს, საერთოდ სხვა ვიზუალი აქვს ნებისმიერ ბეჭედს და თითქოს უფრო მოგწონს, რო იკეთებ ხოლმე და ახლა გონზიაროს ეთუს რა მომეწონება, მაგრამ მოდი გავიაროთ და ვნახოთ. ხო, ჩემი საყურე მიკეთია, როგორც ხედავთ, ასევე ჩემი თმის აქსესუარი, ოღონდ ხედავთ თუ არა, არ ვიცი, ხა მოგრეხილი ვდგავარ. ხო და წავიდეთ ოქროს ბირჟაზე. ასევე დღეს უნდა წაიღონ ბროში და სამშაბათს 2 საყურე კიდევ. მკვეთრი ფერის მინდოდა, მაგრამ რაღაცა ნერვი არ მაქვს, ხა დღეს მკვეთრი ფერები წავისვა. ინტარა ის არის რა ქვია. ერთი წუთი გოგოებო. უბრალოდ მინდა რომ ტუჩი რაც ერთ ფერში იყოს, არანაირი რაღაცა ის სურვილები მე დღეს არ გამაჩნია. ხო, კურთუკი უნდა ჩავიცვა, ბავშვი მაღლა ავიყვანო. სამსახურში რო არ მივდივარ და სადმე რომ მივდივარ სახლში რო არ იდეალურად ჩემზე წამში გავიკეთო თმები და სამსახურში რომ მივდივარ აი რაღაცა აჯაბაჯა ვარ რა და თითქოს ვერასოდეს ვერ ვიკეთებ და არ ვიცი რატო. ნუ ვერასოდეს გადაჭარბებული ნათქვამია, მაგრამ მაინც. ხო, ერთი ის მინდოდა მეჩვენებინა თქვენთვის, რომელიც მეორე უნდა დავამზადო ახლო მომავალში, ძალიან მალე. ეს გახლავთ აი ეს კონკრეტული საყურე, რომელიც მე ძალიან ხიბლავს. ეს არ არის შავი, არის ლურჯი თუ არ ვცდები, თუ მწვანე, მიშველეთ, მოკლედ, ხო იცი მე ფერებს ვერ ვარჩევ ხალხო, მაგრამ მოკლედ ეს მოდელი უნდა დავამზადო, რომელიც უკვე გაყიდულია, უკვე აირჩიეს ეს მოდელი, ხო და ამისათვის ბარხატია გოგოებო აუცილებელი. გავასწოროთ. კაი. ხო, ეს უკვე გაყიდულია. სამშაბათს ჩაბარდება თავის მეპატრონეს და ასევე უკვე გაყიდულია სადმოქს. ხო, წითელ ფერში შემეკვეთეს და ასევე მზად არის აი ესეც. ოღონდ უკანა მხარე არ, წინა მხარე მზად არის. თითქმის იდენტური ვიზუალით. ასეთი ფერის უნდოდა და კიდევ უნდა ერთ ფერში, იმის მასალა არ მაქვს და მოკლედ უნდა წავიდეთ და ვნახოთ. წესით გოგოები ბიჭის ყიდვის დროს მიფრინავენ ხოლმე და მე რა მჭირს ასეთი. რო აი მეზარებ. რა გავაკეთო? მეზარება შოპინგი, გინდა ოქრო იყოს, რაც გინდა ის იყოს. რაღაც მოვალ ხასიათზე, მაგრამ არ წავსან მეზარება. სუმოვიდო ეს ისა სახეზე, მე მხოლოდ საღლი მოყავს ვიღაცას. ჩემი მეზობლის საღლი ყოფილა თურმე. ხო და გეშინია 5 თვის არისო და საღლი იყო. ჩემზე 3 თავით მაღალი. გეშინია. ნახეთ როგორი მზე მოგიტანეთ. აი ესეთ მაგარ ამინჩი დავიბადე მე.
დიდი იმედი მაქვს, რომ მაშინაც მზე აჭყულებდა, მაგრამ არა უშავს, ახლა ხომ მზეა. ხო და წავიდეთ დავაგროვეთ ემოციები. ჰაი, მოგესალმებათ, თქვენი პუტკუნა მზის ხივი. ბოლო ეტაპს გავდივარ, იმიტომ რომ მივდივართ ჩემს გამომწერთან, ჩემს უსაყვარელ უფროს მეგობართან, მოდი ესე ვიტყვი, ბევრად თბილი გამოვა ასეთი მიმართვა ჩემთვის. ხო და წავიდეთ, მოკლედ. ესე ვერ გაჩვენებთ იმ ქალბატონს, იმიტომ რომ დიდად არ უყვარს კამერები, მაგრამ მოკლედ ვემზადებით, მივდივართ. მე და ჩემი გოგო, მარიკოს გაცნობა უნდა ძალიან და რა თქმა უნდა მიმყავს. არ ვიცი ეს გაჩვენეთ თუ არა, ამ წამს საქმიდევს და მოდი გაჩვენებთ თავიდან. ანუ რამდენად ლამაზია და დედაჩემი აფრენს ამაზე, ისე მოსწონს, რომ განცაო შეკვეთა მიიღე და გამომიგზავნე და მეთქი დედა. შენთვის შეკვეთის გარეშეც გავამზადებ, არ ინერვიულო. უკაცრავად დღეს დავდე აი ეს საყურე, სტორიც უნდა დავდო და ვიდეოც უნდა დავდო, ხო და ამისათვის ვერ მოვიცალე. აქ კიდე არ ჩანს რა ლამაზია, ცოტა ისე დაბურულად ჩანს თითქოს. მაგრამ არის ულამაზესი, სიტყვაზე მენტეთ. მოკლედ, ვიყიდე ბეჭედი. ვაიმე. გადავიხადე გოგოებო 600 ლარამდე თანხა. აუ რა მჭირს ხალხო, გადავირიე. თუმცა მინდა ვთქვა, რომ ნამდვილად ღირდა, იმიტომ რომ ძალიან ლამაზია. ნუ გასაგებია, რომ ხო ძვირია და ეხლა ამაზე ვინ ვიდავებთ, რომ ძვირია. მაგრამ ოქროს ფასები აი ესე მიფრინავს. რომ მეტიც შემეძლო გადამეხატა სიმართლე ვკითხრათ. მაგრამ აღარ გავიგიჟე თავი. თქი მოდი რაც არის იმას ვიყიდითქო რა, რაც მომეწონა კალიცოსთან გასაკეთებლად ყოველ შემთხვევაში. არის ძალიან ნაზი, ძალიან სადა. თითქოს არც გიკეთია ეგეთი შეგრძნება გრჩება, მაგრამ ორას უკაცრავად. არ არსებობს თითზე ვერ შეამჩნიო, ისეთია რაღაცნაირი საყვარელი. ხო და გაჩვენებთ, ახლავე გაჩვენებთ. უბრალოდ 2 წამი მადროვეთ, შევლაგდე. გახლავთ აი ეს ულამაზესი ბეჭედი, ერთი წუთი შუქი ცოტა ჩაგიქროთ, რომ დაინახოთ. ოპა, ვაიმე რა გავაკეთე. აუ არ ვიცი ჩანს თუ არა, წესით უნდა ჩანდეს, მოიცე სხვანაირად. მოკლედ იმედია, რომ კარგად ჩანდა. გავიკეთოთ. მინდა რომ ხელზე დავიტანო, რა ქვია იმას კაცო, ხელის კრემი, რატო ვერ ვპოულობ. იდეაში ეს ტანის არის, მაგრამ ყველაფერი რიგზია, ხელზე შეგიძლიათ გავიყენოთ. და ოკეთ, აი ესეთი ის არის, რა ქვია, ნაზი ხალხო, ისეთი ნაზი, აი, ისეთი ლამაზია. არ დაგიმალავთ, მსგავსი ბეჭედი მე ჯერ თითი არავის მინახავს, ესე შესაძლოა ბევრს უკეთია ვერ გეტყვით, მაგრამ ჩემს ირგვლივ მსგავსი ბეჭედი არავის უკეთია და ძალიან მომწონს. ისეთია ძალიან გოგუშკური. მე ხო გოგუშკური ვარ. სხვათა შორის მარიკო რომ მოიზრდება, აუცილებლად ვაჩუქებ ამ მოდელს, ამ კონკრეტულ ბეჭედს, იმიტომ რომ მარიკოს უყვარს ძალიან გულები. და ალბათ ეს იყო უფრო გადამწყვეტი და გადაწონა უფრო ამ ბეჭდის ვიზუალმა. ხო და მოკლედ ეს ბეჭედი შევარჩიე მაგიტო უფრო. ერთი მომწონს ძალიან, მაგრამ მე გუშინ ადამიანებთან გოგობო ვიყიდე ბროშის შესაკრავები, სადღაც მივაგენი რაღაცა მაღაზიას და დავავიწყდა, მეკითხა, ფერის დაცვით იყო თუ არ იყო. და ამას მე ვეღარ გამოვიყენებ, იმიტომ რომ
ესე ვაბანკზე, ასე ვთქვათ, ვერ წავალ ხა. ვაი და ფერის დაცვით არ არის. დროთა განმავლობაში ესე მალე რა თქმა უნდა ფერი არაფერს არ გადაუვა, მაგრამ ანუ არ არის ეგრე რა, ასე ვერ გავყიდი. ხო და როგორ გავიგო ხალხო ფერის დაცვით არის თუ არ არის, რამე ხერხი ხო არ იცით. იმიტომ რომ მენანება ახლა ამდენი რო ვიყიდე. გაჩვენებთ როგორია თითზე და ვფიქრობ რომ არის ძალიან ლამაზი და მე ძალიან მომწონს რომ მიკეთია თითზე, ანუ თავარი ის იყო რომ იყო იქ ძალიან ბევრნაირი მოდელი იყო რა თქმა უნდა ეხა, მაგრამ ეს ძალიან მომეწონა. აი ოდესმე შეიძლება რომ გათლილი მქონდეს ფანქარი ხალხო, ეს ორ დღეს უაქედან გელაპარაკებით, იმიტომ რომ მომზადება გარბენის ის რა ქვია. ხვალ მიდის შეკვეთა, მიემგზავრება ხონში, შემიკვეთა ჩემმა მაყურებელმა ემიგრაციიდან. ხო და ვერ ვიპოვე სათლელი, მოდი იქნება ესე წავისვათ. მოიცათ. ხო და უნდა გავაგზავნო, შაბათს გამოვაგზავნი თქვა, ნუ იქთა შაბათს, მაგრამ იდეაში ალბათ კობა გადაგზავნის, იმიტომ რომ ცალია და აღარ დავიდებ, ასე ვთქვათ, სახლში. მიჩვენე გავაგზავნო. ხო და თუ იცით საქართველოს ბანკში, საქართველოს ბანკი რა იყო საქართველოს პოსტაში, თუ შემიძლია რომ გადავაგზავნო და იქ გადაიხადონ, ანუ ეგრე თუ შესაძლებელი არ ვიცი. უნდა გათალო განცა ჯერ და ერე წაიტყაპნო. უკვე დიდი გოგო ხარ. ანუ რას ვიძახიცით? მე საზოგადო გზავნი იქ იხდიან ხოლმე და ხონი არ ვიცი და ზოგადად რეგიონები მე ჯერ ახლა დავიწყეს გადაგზავნები, ამიტომ ჯერ არ ვარ გარკვეული. თუმცა გავერკვევი. აკაშიც. ვალა. რაც ძალიან მელამაზება თავი და აუ ყავდასავლები რომ მაგ და ეს წავისვი მეტყაპნება მერე. საკუთარი თავი მიშლის ნერვებს და ხო არის ით რა გავაკეთო, რომ აი აუ გუშინ იმ ხელა აღფრთოვანება გამოიწვია ხალხო ამ მოდელმა და სადაც შევედი ჩემს იმაში შევედი, რა ქვია, სადაც უყიდულობ ბისერებს და რაღაცებს, იქ რაღაცები ვიყიდეთ 25 ლარის რაღაცები მჭირდებოდა. მერე მან ხო ეგრევე შემამჩნია და ვაიმე რა ლამაზია. მერე გამოვედი ცენტრალთან არის ეგ მაღაზია კიდე მძევების თავს, იქაც ანუ სადაც მივედი ამ საყურამ გამოიწვია რაღაცა სასწაული გამოხმაურება და ანუ კი მართლა ულამაზესია. უტაოდ ულამაზესია. ასეთი მოდელის დამზადებას ვაპირებ, მაგრამ ვერ ვიშოვი აი ეს, აი აქეთ კუთხეებში რო არის მრგვალი არ არის, აქ საერთოდ სხვა ვიზუალის და სხვა შეფერილობის შუშაა, ამიტომ ვერ ვიშოვე. არა აქვს და რა ვიცი მოვიტანთო და აგერ ველოდები ბატონო. ხო და ძალიან მოეწონა და ისე გამიხარდა და ზოგადად ისე მიხარია სამსახურშიც ჩემმა რამდენიმე მშობელმა, ვაიმე რა ლამაზია შენი საყური, ანუ თითქოს ეგრევე ემჩნევა რომ ჩემი გაკეთებულია, იმიტომ რომ ხარადად გაიგეს რომ უკვე მე ვაკეთებ მსგავსი სტილის საყურებს, ესე იგი ჩემი მიკეთია და გიზგავარ ესე მიხარია და ჭკუიდან არა ვიწეოდე. ესეც ასე. კაი, ამას გადავისწორებ, ხამაზე არ ვინერვიულებ ხმე. ანუ ყველაფერი რო ვიყიდე სუნამოს გარდა, რა ხდება და რატო აღარ მაქვს სუნამო. არა სუნამო მაქვს, მაგრამ
მინდა გაჩვენოთ მოდელი ერთ-ერთი და ვფიქრობ, რომ ეს გავაგზავნო და კიდე სხვას ვფიქრობ, მაგრამ მოდი ესეც იყოს, მაგრამ შეიძლება სხვა ვარ, ჯერ არ ვიცი. რაღაცა მოდელებზე ვმუშაობ, მოკლედ და ვნახოთ ერთ-ერთი სხვანაირი მინდა და მე მგონი იმ სხვასაც გავგზავნი და ამასაც. მაგრამ იდეაში რატოც გავაკეთე ეს, ეხლა რასაც გაჩვენებთ, უნდა გადავგზავნო უსაყვარლეს გოგოსთან, რომელიც მე თქვენთან უკვე ვახსენე. რომ უნდა გავუგზავნოთ ხო ეს მოდელი გახლავთ თიკა ფასაციასთვის შექმნილი მოდელი ასე ვთქვათ მისთვის გავაკეთე ეს კონკრეტული საყურე რომელიც სასწაულად ბზინავს და ნუ ისეთი ფერებია გარდამავალი ხალხო რომ ნუ აი რა ვიცი რა გითხრათ და მეორე მოდელს რომელსაც ვფიქრობ რომ გადავაგზავნო ოღონდ ბარხატები არ მაქვს და უნდა ვიყიდო და სად ვიყიდო არ ვიცი, მაგრამ ბარხატები მჭირდება მოკლედ. ზედა ქვედა ნებისმიერი ბარხატი მჭირდება. ამ მსგავსი სტილის საყურე მინდა გავუგზავნო სხვა ბარხატით, შესაძლოა ამითაც არ ვიცი ჯერ და შესაძლოა ეს სხვა ვიზუალიც ქონდეს, არ ვიცი ჯერ. მაგრამ მინდა რომ მსგავსი სტილი დავაგზავნო ეს და ის მოკლედ. თუმცა არ მინდა ძალიან ჩავშავდე და შესაძლოა ეს შავი წითელზეც გავაკეთო. აი არ ვიცი რა, ყოველ შემთხვევაში ვიზუალურად აი ესე მაქვს დალაგებული თავში. ამაზე ვგიჟდები ისე მიყვარს და შეიძლება საერთოდ გავყიდო. ცადეთ, მაგას ჭკუალება გაჩვენოთ. მაგრამ თან რა ვიცი ხალხო, ყველაფერს მე ხوار დავიტოვებ, რატო არ ჩანს ამის ჭკუალება, ხო ვერ მეტყვით. არ ვიცი რა თავში მაქვს სრული ქაოსი. ეს მოდელები უკვე გაყიდულია, მე გაჩვენეთ გუშინ. ეს ორივე მოდელი გაყიდულია, თუმცა იდენტურობის დამზადებას ვაპირებ, ასევე ვაპირებ ამ მოდელის დამზადებას სხვადასხვა ფერებში, იმიტომ რომ ანუ ყურს ძალიან უხდება და ვფიქრობ, რომ სხვადასხვა ფერები ძალიან ისეთი მომგებიანი იქნება და ხო, ეს შემიკვეთეს და ჯერ წინა კარკასი მაქვს დამზადებული და უკან არ დამიმზადებია, უბრალოდ ავაწყე, მგონი გუშინაც გაჩვენეთ, არ ვიცი, ესეთი სადა უნდოდათ და აგერ ბატონო. ხო და მადლობა ღმერთს, რომ მოძრაობთ, ძალიან მიხარია, ძალიან. აი შევიწაროთ კონტური, რა თვითონ ხა ყავა, იქაც უნდა დავლიო და სახში უნდა მოვიდე, ჩემი ული უნდა მოვიდე, საკაც უნდა დავლიო და შეიძლება ფეხები გავფშიკო. ვალა. всё. მარიკო მზად მყავს, მე 2 წუთში შავიცვამ, უკვე მზად ვარ თითქმის. ხო და ხო, ჩემს საყვარელ, ჩემს უფროს მეგობარს მინდა რომ წავუღო, თუ გამოიცნობთ რა. აი ეს ბროში მინდა რომ წავუღო ჩემგან სამახსოვროდ და იმედი მაქვს რომ მოეწონება. შეგიძლიათ ესე გაიკეთოთ, შეგიძლიათ ამოაყენოთ, ანუ რომელი ვარიაციითაც გინდა და როგორც უნდა ადამიანს ზოგადად, ისე შეუძლია გაიკეთოს იდეაში. ასეა, მაგრამ ნუ შეგიძლიათ სხვადასხვანაირად გაიკეთოთ. შევიძინე აი ესეთი ცელოფნები, რა გითხრათ რომ გადავირიე ესე მომწონს ძალიან არ მომწონს, მაგრამ ვფიქრობ რომ სულ არარობას ნამდვილად ჯობია. თან ცუდი ნამდვილად არ არის და პრინციპში ცოტა რაკი არა და ძალიან მომწონს. იმიტომ რომ იმ რაღაცა ჭრელაჭულებს მილიონჯერ მირჩენია, მაგრამ მე რაც მინდა გოგოებო ის შეფუთვები ჯერ ისე არ ვარ წელში გამართული, რომ ეგენი ვიყიდო სტიკერებს ველოდები, თუმცა ეს თუ ეწერება სტიკერის იდეას უკვე აზრი აღარ ექნება, ამიტომ ერთ ფერში უნდა შევიძინო რაღაც და ის სტიკერი დავაკრავ, რომელსაც იქნება დოდონას ვიზუალი გამოსახული, რომელსაც ისედაც აქსესუარების გვერდზე შეხვდებით და ამით უკვე ყველა ცნობს, რომ უიესის დოდონა და მიხარია ძალიან. ყოველ შემთხვევაში ვინც წერს ყველა მიცის. ხო, ასე რომ სიხარულით მიმაქვს ჩემს ძალიან საყვარელ ადამიანთან. კაი. თან ისეთი ზომაა,
რომ ესეც ჩადის, ოდნავ დიდიც ჩადის. ამაზე ცოტა ვიჭიდავეთ, იმიტომ რომ ცოტა ამოვიდა, მაგრამ ესეც ჩადის იდეაში და ყოველ შემთხვევაში ფიქრობ, რომ მე სადაც გადავგზავნი ხოლმე, ეს უნდა ძალიან პატარაზე დავაწებო, იმიტომ რომ ღიაა და შეიძლება გადმოვარდეს აქსესუარი და დაზიანდეს. ასე რომ ფიქრობ, სანამ ის რაღაცები დამზადდება, რაც მე მინდა, მანამდე იყოს ეს ასე. და სანამ ცოტა მოძლიერდები. ხო, რაღაც ვნახე, ღირდა 1 ლარი და გაჩვენებთ 1 წუთი. ტესტო წამოვიღე უბრალოდ, ეს გახლავთ ესეთი მუყაო, რომელიც მე შეგიძლია რომ ვერ გავაფუჭო. გადააქციო, ასე ვთქვათ, როგორც 5, ესე რომ ვთქვათ. ვაკეთებთ ასე, უმარტივესია, როგორც ხვდებით. ვუალა, გაკეთდა. და ამაში ვათავსებთ აქსესუარს და მე ისე როგორც ეს თუ ეს წინიდან უნდა და ეს ბუდიში ეს უნდა პირიქით ნახეთ, ამაში უნდა ჩაიდოს და აქეთ უნდა ჩაკეცო, რომ არ გადმოიყაროს 1 წუთით. გავაკეთებ, რა პრობლემაა, ამის თანები გამიკეთები. ვიკეთო ვკვდები ამდენი თავის ქედით. კაი, მოიცა. მე მიმშველეთ, გავაფუჭე. მე ცოტა ისეთია ნერვების მომშლელია, მაგრამ იმ ხალმა მითხრა, რომ არაო მიეჩვევიო, ძალიან მარტივიაო და რა თქმა უნდა მივეჩვევი, მაგრამ ხო, მოკლედ ეს ასეა და ამაში შეგიძლიათ ჩაყარო რაც გინდა. ოღონდ ნახეთ რა მაფერხებს გეტყვით. ეს უფრო მგონია, რომ ძივების შესაყრელად უფრო გამოდგება, ვიდრე პირობითად. ახლა ნახეთ, ეს რო ჩავდო, გეხვეწები, აი მხელა გაშვერილი, ნახეთ, ჩავდე, მეორე ჩავდე, რაცა ძალიან ვიწროვდება, რაც მაშინებს იმხრივ, რომ შესაძლოა დაზიანდეს აქსესუარი და აი ეს მოირყეს იმით, რა ქვია, მიჭერით. ამიტომ მაქსიმუმ ეს გამოიყენო, აი გეტყვით 1 წამი, სადახა შვილო. აგერ. წავიღე კაცო. ბროში, მაქსიმუმ. აგერ ბროშს არაფერი მოუვა. ბროშისათვის შეგიძლია გამოიყენო ჩვეულებრივად, თუმცა თუ განსაზღვრავთ იმას, რომ ღირს 1 ლარი და გჭირდება რაოდენობა მეტი და არ აკლებენ. ხო, აი არ ვიცი, ამ ამბავში უკვე არ ვიცი, თუმცა ბროშისთვის ძალიან ლამაზი იქნება თავისი ჩემი სტიკერით. ბროშებისთვის მხოლოდ საყურისთვის ნამდვილად ამას მე ვერ გამოვიყენებ, იმიტომ რომ დაზიანდება და თუ იცით სადმე დაბალ ფასში იქნებ, მეც გამანდოთ, იმიტომ რომ მე ვერ ვიშოვე. რაც შეეხება აი ამას, ეს საკმაოდ ბიუჯეტურია და ვეძები და მივაგენი ოპტავოის და იმედი გამიცრუდა, იმიტომ რომ ჯერ ერთი წამი არ არის ბევრი რამდენიმეა სულ ვაგზალზე იქ და მე ძალიან მწირი რაღაცები ქონდათ, რაც ძალიან არ მომეწონა, მაგალითად ხა მსგავსი რაღაცები საერთოდ არ ქონდათ. ანუ აი არაფერი არ ქონდათ ისეთი, რომ აი მაგალითად არიქა და არ ქონდათ და რა ძალიან წყდება გული რა, იმიტომ რომ იდეაში გჭირდება რა. ასევე არის კიდევ სხვანაირი გოგოებო, ამის გარდა არის და იყიდება და ვიცი რომ იყიდება, რაღაცა ჩანთას რო გავს ცოტა დიდები, ეგენიც თოკებს გაუყრი და მე ძალიან მარტივად კეთდება ეგეც, რო ცოტა ფართე ქონდეს, რომ არ დაგიზიანოს შენი აქსესუარი რა, მაგრამ მე სადაც ვიკითხე არ ქონდათ. ძალიან მომწონს ქისების იდეა, აი ქისაში რო ჩავალაგო ეს აქსესუარები და ძალიან ხიბლავს ეგ ამბავი, მაგრამ ეხლა ნახეთ. ლარნახევარი, არა ლარნახევარი შვილო. 2.5 ღირდა აემხელა. მე მგონი ვიყიდე სადღაც მიგდია ჩანთაში, აემხელა იყო. რაშიც რავი რა ჩავდო, ნუ აემხელა რაღაცის თუ ჩააგდებ.
არაფერი დიდი მოკლედ რა და თან ვიზუალურად დიდი არაფერი არ იყო. ქისა იყო და რა გემოვნო ქისა იყო რამოდეს ვთქვათ რა. აი მხოლოდ რომ ჰაჰა შავი საყურე რომ უნდა ჩადო და ჰაჰა თეთრი. ანუ რაღაცნაირად დეტალები ქონდა ისეთი რომ ძალიან აჭრელებული იყო რა. შესის აქსესუარებს რო ჩაალაგებ უკვე ძალიან აგიჭრელდებოდა. ხო და რა ქისებიც ვიკითხე საყვარლესი გოგო იყო მაჩუკა მის ჩასატები იქ სადაც მერე მივედი რა და ეგეც ცელოფნებსაც ვეძებ ძალიან მერე თუ მოვახერხე დაგიდებთ აქ ფოტოსადმე თუ მოვახერხე ოღონდ დამონტაჟება მაგდენი დრო თუ იმას ვქენი და ერთი ნიმუში მაჩუკა ხო და აი მსგავსი რო იყოს ჩასადებად და მერე ჩანთარო იქ ჩადო ეგ ოკეი ანუ ეგ ამის ესეც კი გამოდგება რა იმაში და მერე ამაში დაცული ხარ რა ხო და დიდი ქისები რაც ვნახე ზოგი ძალიან დიდი იყო და ნუ ახლა მართლა რა ვიცი ხარ კარგ ჭირდება არაფერში 3.5 ლარი 5 ლარი ყველგან იდენტური ფასებია ეხა ნახეთ პირობითად მე რო შევიძინო 3.5-იანი ქისა რომელშიც უნდა მოვათავსო ჩემი აქსესუარი და გაუგზავნო დამკვეთს და მაგალითად ყიდი საყურეს 35 ლარად 25 ლარად რავი არ აქვს მნიშვნელობა შენ პლუს გიწევს დამატება მაგ ქისის იმიტომ რომ ანუ რეალურად ხა მარტო საყურის ფასში ანუ როცა 3 ლარ სიხდი და მაგალითად 4 და 5 ლარ სიხდი ჩასადებში ვერ იზავ საყურის ფასში შენ ვერ იზავ მაგას უეჭველი წაგებაზე წახვალ ყველა ვარიანტში ხო და არ ვიცი რა ვქნა ხალხო რა ვიძახი რომ თემოდან ხომ არ გამოვწერო ქისები შედარებით დაბალ ფასში არც ძალიან იაფი ისეთები როგორც დაახლოებით მომეწონა მაგრამ ბევრად ბიუჯეტურია ვიდრე ეხა აქ რომ მიათხრიშო 3.5 ლარი რა ერთ წელში და მე ვნახე გოგოებო სტიკერებს შენ თვითონ რო აკეთებ ანუ ტელეფონში და მე იქ და მე თავისთავად გიკეთებს სტიკერებს და ძალიან მომეწონა ეგ ხომ არ გამოვწერო არ ღირს იაფი ოღონდ მაგრამ ნუ გექნება ჩასადებებს უყიდი ხოლმე იმ ქაღალდებს ეგრეთ წოდებულს და ანუ ბევრად რა თქმა უნდა მე დაბალი ფასი დაგიჭდება რა თუმცა არც სტიკერები არ ღირს რომ გამოიწერო მადლობა რო აწერია და რაღაცეები მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ მე ძალიან მინდა რომ დოდონას ფოტოთი იყოს სტიკერი ამიტომ ეგ უკვე ცოტა ავირიეთ მაგაჭი ავირიეთ აქ მინდა შევუკვეთო და ცოტა ისე მითხრეს ფასი რომ ხო არ ვიცი ვნახოთ თუმცა ერთგან მივაგენი და ფასდაკლება გქონდა და იქნებ იქ შევუკვეთო დღეს რომ მოვალ სახში აუცილებლად მივხედავ მაგ საქმეს და აი ნახეთ თითქოს არაფერი მაგრამ იდეაში ძალიან ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი უბრალოდ მაგ ყველაფერს მე ვეღარ დაველოდე, იმიტომ რომ უნდა დაიწყო და ვეღარ დაველოდე მაგ ყველაფერს. თუმცა, ნუ არის ეგ პრობლემები. და თუ სადმე იცით რომ მაგალითად მსგავსი რაღაცები იყიდება, თუნდაც ჩასადებები, პატარა ჩანთები ხა მსგავს კერკევნები, ჩასადებები, მსგავსი თუნდაც დიდები და რაღაცები, უმორჩილესად გთხოვთ რომ მომწეროთ სად შემიძლია შევისყიდო ბიუჯეტურ ფასად, იმიტომ რომ ხა 3 და 4 ლარი ჩასადებისთვის ძალიან ბევრია, იმიტომ რომ რეალურად შენ ვეღარ ამატებ მერე საყურეს ფასს და დამკვეთს უკურს რომ ნუ აი ხო ხვდებით რა. გუში მოქმედებდა ფასდაკლება და თითო საყურე გავყიდე 25 ლარად. რადგან იყო ფასდაკლება, ჩემს დაბადების დღესთან დაკავშირებით და უღრმესი მადლობა ყველას, ვინც მომილოცეთ დაბადების დღე, ძალიან დიდი მადლობა. აბსოლუტურად ყველას, ვისაც არ დაგეზარათ ვიდეოს ყურება, ვინც მომილოცეთ, მოკლედ ძალიან დიდი მადლობა. და ჩემმა მაყურებელმა, რომელსაც უნდა ჩაერეცხა 50 ლარი, გადმომირცხა 60 ლარი, იმიტომ რომ სტარტაპი ვარ და იმიტომ რომ დაბადების დღე მქონდა, ძალიან ვიუხერხულე, იმიტომ რომ უნდა გადმოერეცხა 50 ლარი. ხო და ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ ესეთი ამბები. რა მინდოდა კიდე მეთქვით საათს ავხედო. ხო, ცოტა ხანში უკვე წასვლის დროა.
მიხარია რომ შეკვეთებს ვიღებ. დავქნა მილიონჯერ თქვი, მაგრამ მიხარია რომ რა გავაკეთო. გული მწყდება რაზე ხა გუშინაც საუბრობდი, რაზე მწყდება გული და მწყდება იმაზე, რომ გარკვეული ადამიანები ვის ბიზნესაც მე ძალიან ვუჭერდი მხარს და ისე რომ არც უთხოვიათ, რა თქმა უნდა, ჩემი სურვილით, იმიტომ რომ იყვნენ სტარტაპები და ვუჭერდი მხარს, ეს ადამიანები არიან უგზო-უკლოდ გამქრალები. ხო, არა უშავს. მე გუში 5 შეკვეთა გავაფორმე, ამიტომ გულზე მომეშვა. ეგ დარდები, თუმცა ცოტა უხერხულია, როცა ვიღაც შენ ძალიან გიჭერს მხარს და აეწყობი მერე, ხო? და აეწყობი და მერე მას თავად ჭირდება შენი მხარდაჭერა, მოწერა არ უნდა დაგჭირდეს, ანუ ხვდებით? აღარ უნდა დაგჭირდეს მოწერა რა და უნდა შეეცადო, რომ თუნდაც ორი სიტყვით თქვა ამ სტარტაპის შესახებ, თუნდაც პოსტი დადო, როგორც ასე მივაკეთებდი და არაერთი პოსტი დამიდია მსგავსი სტარტაპებისათვის. ხო, ცოტა საწყენი არის და ახლა გავიაზრე, რომ მსგავსი რაღაცები თუ რაღაცა ძალიან მეტკია. ნუ რას ვიზავთ ხა ვერც ვერაფერს, მაგრამ გაიხსენეთ როგორ იწყებდით. და ნუ რა ვინმე იტყვის, რომ არ გჭირდებოდათ მხარდაჭერა. ნუ რა ვინ იტყვის ამას, ყველას ჭირდება თავიდან მხარდაჭერა, ყველას. ასე რომ რას ვიზავთ ახლა ვერც ვერაფერს, მაგრამ იცოდეთ რომ სწორი არ არის ყოველ შემთხვევაში და სხვათა შორის რამდენიმე ძალიან ახლობელ ადამიანსაც ეხება ეს. მიკვირს ძალიან რაღაცა გიმალოთ და ეხლა უცხოზე რაღა გამიკვირდეს ნაცნობებისგან უფრო მიკვირს მსგავსი რაღაც. რაღაცები მერე იჩენს ხოლმე რა თავს, რაც აი ძალიან რაღაცა მოდი ჟარგონი გამოვიყენოთ, ჟარგონი გიტყდება რაღაცები, მაგრამ როგორც დედა მითხრა, გონცა მოდი შენ საქმე აკეთე და ყველაფერი თავისი დაალაგდება რა. დაალაგდება რა თქმა უნდა, ყველაფერი წავა ძალიან კარგად. ამ მოდელზე ვგიშდები და მიყვარს რომ ჯერ შემკვეთი არ გამოუჩნდა. რამდენმა ნიმემ რა თქმა უნდა ფასი იკითხა, რაღაცები იკითხა, თუმცა ჯერ არ გამოჩენილა ამის მყიდველი და ანუ ნახეთ რა ლამაზია ხალხო კურსზე. ძალიან მომწონს. ნუ გეკოდებათ რომ ყველაფერი მომწონს. არ არის ეს ასე. არის რაღაცები რაც გავაკეთებ, მაგრამ ჩემი სტილი არ არის, ანუ თუმცა გავიკეთებდი, მაგრამ სტილი არ არის. ამ საყურეზე მწერს ძალიან ბევრი და ძალიან მომწონს და ვფიქრობ ამ საყურეს არ გავყიდი მოკლედ. იმიტომ რომ ეს ჩემი პირველი საყურეა, რომელიც Commode Club-ში დავამზადე. ხო და რაღაცა გული ძალიან მეთანაღრება. ესეთი გრძელი შუშები ხალხო ვერ ვიშოვე, გადავდგი რა მაღაზიაში ვიყავი მე მგონი. აი ესეთი წვრილი და გრძელი შუშები ვეღარ ვიშოვე. რა ვიცი, იქნებ მოვიდანო თუ და გევედრებით. რა ძალიან გთხოვთ, ასეთი საყურისთვის ჭირდება. იმიტომ რომ ძალიან უხდება და მოკლედ მინდა რომ ეს ვქნა რა. შემოიტანეთ რა მასალები ხალხო. მასალებს მეტი რა არის, მაგრამ რაც გიდე ის არ არის და წავედი და მე და გინახავთ.